20 საათი არვიანი ეთერში საღამომშვიდობის საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა ყურადღების ცენტრში ქართული ოცნება იმ ხელმომწერთა აქტივობას, რომელთა შორისაც ცნობილი მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები და სხვადასხვა სფეროში მომუშავე აქტიური მოქალაქეები არიან, ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გაგრძელებად აფასებს. მიმართვის ავტორები საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში მოქცევის პერსპექტივას ეწინააღმდეგებიან და პოლიტიკურ პარტიებს მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატებისთვის, ანუ ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. პირველ რიგში ვნახოთ უბრალოდ თავისი აქტივისტების სწორედ ამ მიმართულებით გადახრისკენ. ვნახოთ პირველ რიგში მეორე ტურში გასული პარტიების წარმომადგენლების კომენტარები ამ მიმართვაზე. ჩართეს ნაცმოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც წყალებში სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. რეალურად ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი, არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, კონდეს სრული კარტ-ბლანში ქართულ ოცნებას, თუ ჯობს რომ იყოს მათი გაწონასწორების მექანიზმები პოლიტიკური ოპოზიციის სახით. თავდაპირველად მიმართვის ტექსტში ადრესატთა შორის იყო საქართველოს პრეზიდენტიც. დღის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილის მხრიდან წამოვიდა გზავნილი, რომ მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება იყოს როგორც შესაძლებლობა, ასევე საფრთხე. ეს მკაფიო პოზიცია იყო, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ოცნების ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მოწოდებას აარჩევნოთ არ ექნება. და თქვენ ახლა კადრში ხედავთ იმ პარტიების ჩამონათვალს, რომელთაც ადრესატებმა მიმართეს და პროდასავლურ პარტიებად მიიჩნიეს, ასეთები არიან მათი ხედვით რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი, ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის, ახალი მემარჯვენეები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვაშაძის ახალი საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მოკლე ამონარიდი მიმართვიდან. ნუ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია არსებულ სიტუაციაში საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრინციპით იხემძღვანელოს. მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც ჯერ ღირებულია ქვეყნის განვითარების ევროატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები. გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, არიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის თავიდან ასაცილებლად არჩევნების მეორე ტურში არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ. ამომრჩევლებს და ასევე პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოუწოდონ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ მეორე ტურში ისინი აუცილებლად მივიდნენ და აუცილებლად დაუჭირონ მხარი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავთ იმაში, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა იქნება, ხოლო ეს უმრავლესობა კი პირველ რიგში რასაც შესწვრის, ეს არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ამით დაზარალდება აბსოლუტურად ყველა. ამ მიმართვის მიზანი არის საზოგადოებაში დებატების დაწყება, იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხებთან არის დაკავშირებული კონსტიტუციური უმრავლესობის ქონა ერთი პარტიის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომრჩეველმა იცოდეს ყველა ის საფრთხე, რომელიც ზოგადად ერთი პარტიული პარლამენტს მოჰყვება. ამ მომენტამდე გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის გარდა არც ერთი ადრესატი პარტიის ლიდერს მზაობა ამ მიმართვაში აღწერილი თხოვნის შესასრულებლად არ გამოუთქვავს. ნახოთ მათი გამოხმაურებებიც. ეს განცხადება და არავინ იქვია ისე ის იყო მოწოდება რომ ხარი დაუჭიროს მოსახლეობა ნაციონალურ მოძრაობას, ეს იყო მოწოდება უფრო იმისკენ რომ მოსახლეობამ ხმა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ, რასაც ასახათ ვეთანხმები და ანალოგიური განცხადება მაქვს მე თვითონ გაკეთებული და ახლა მეგონავთ ერთი კვირის წინ, სადაც მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვთქვი რომ მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა რომ შანსი არის ძალიან პატარა რომ ქართულ მოსახლეობამ ვერ მიაღწიოს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მაინც ჩემი აზრით ნებისმიერ მოქალაქის ვალია რომ მივიდეს მეორე ტურის არჩევნებზე. ჩვენთვის შეუძლებელია ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა და ჩვენი მხარდამჭერებიც რომელთანაც კონსულტაცია გქონდა, ამას არ უჭერენ მხარს. უფრო მეტიც რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათ შორის თვითონ ნაციონალური მოძრაობა არ ასხივებს იმას, რომ ისინი აპირებენ ბრძოლას მეორე ტურში, ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი გაფორმება საკონსტიტუციო უმრავლესობის და ამ გაფორმებაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ. საკონსტიტუციო უმრავლესობა ნამდვილად არის საფრთხე, ნამდვილად ერთი პოლიტიკური ძალის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება არის საფრთხე, რადგან ისეთი სუსტად
განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოში, როგორც არის საქართველო, არ არსებობს ძალაუფლების შემაკავებელი ინსტიტუტები, მაგრამ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები არავითარ მოწოდებას მოქალაქეების მიმართ არ ვაკეთებთ. ახალი მემარჯვენეებისთვის უბრალოდ ძალიან არალოგიკური იქნება მოწოდება ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დაუჭირო მხარე, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი არ არიან ამ გადაწყვეტილებისთვის მზად და ამას ვერ გააკეთებენ ვერცერთ შემთხვევაში და არ მინდა მე რაღაცა ყალბი მოწოდება გამომივიდეს ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმრებს წარმოგიდგენთ გოგი ხოშტარია, ლაშა ნაცვლიშვილი, სხვადასხვა პოზიციებით. ბატონი გოგით დავიწყებთ, ხელოვნებათმცოდნეთი, რომელიც აწერს ხელს ამ მიმართვას. საღამომშვიდობისა, ბატონო გოგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ლაშა, საღამომშვიდობისა, ასევე მოგვიანებით დაგიბრუნდებით. ბატონო გოგი, აი ჩვენ ახლა ვუსმენდით გამოხმაურებებს და ამ მიმართვის არსი მაინც აღქმულია ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობისთვის მხარდაჭერის, ასე ვთქვათ, წაქეზება, ხოვნა და შედეგად სწორედ ამის მოლოდინი. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? სათქმელი ბევრი მაქვს და აქ მოცემული დრო არ გვეყოფ ამისთვის. მოკლედ ასე გეტყვით. ჩემთვის ეს არის პროევროპული ძალების მარცხი. იმიტომ რომ ოცნებას მე ვთქვათ სუფთა პროევროპულად ნამდვილად ვერ აღვიქვამ. ნუ თუნდაც უკანასკნელი მოვლენები რო ავიღოთ, როცა ხელი არ მოეწერა უკრაინის ადგილად და მოიყვანეს ცოტა უსუსური ისა, რომ თურმე შვეიცარიასთან მედის მოლაპარაკება და აღმოჩნდა, რომ ეგეც არ ყოფილა, ეს ტყუილი ყოფილა. ესეთი მოკლე ფეხიანი ტყუილი არ ღირს. ეს ერთი. ტაქსაქსულობა პროევროპულ ძალებს შორის ეს ფაქტია და ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ერთი, რომ ჯერ არის საქართველო და მერე პარტია. ეს ამის გაგებას მე ვერ ვხედავ. მეორე, ახლა ჩემთვის 2x2 რომ ნებისმიერი დემოკრატიული სტრუქტურის წყობის, სოციალური მოწყობის აუცილებელი ელემენტია ურთიერთგაწონასწორება და კონტროლი. და პოლიტიკაში დედას გეფიცები, კაი ბიჭი ვარ, სიტყვა მომეცი და ცუცად არ მოიქცევი, არ მოსულა. აი ესე მოდი და გენდობი. პოლიტიკაში მოდის სამართლებრივი კონტროლი. კი, იქნება თქვათ NGO, ნუ იქნებიან საზოგადოება იქნება რაღაცა ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც იქ ასე იტყვის თუ ისე იტყვის. ეხლა მე ამას კიდე რატო ლაპარაკობს გაბედოთ? ვერავინ ვერ იტყვის თუ ამას თვალი უდევნებია, რომ მე ნაციონალურ ხელისუფლებას როდისმე საქმეებს უკმევთ. დიახ, ჩვენ ვახსოვს, მეც ვარ ამისი მოწმე, როგორც ჟურნალისტი, ასე არასდროს ყოფილა, თუმცა ახლა შეიძლება თქვენს მიმართ იყოს ეჭვი სწორედ იმის გამო, რომ თქვენი ქალიშვილი ელენე ლიდერობს ერთ-ერთ მეორე ტურში, ჩემი ქალიშვილი ელენე მინისტრის მოადგილე იყო მიშას დროსაც და მაშინ მეტი რისკი იყო მისი კარიერისთვის, რომ მას დაეკარგა ეს თანამდებობა, მე გამოვდიოდი და მძაფრად გამოვდიოდი მიხეილ იმის წინააღმდეგ. ესე იგი, მაშინ ჩემი ქალიშვილის თანამდებობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. ეს ერთი. ეს ერთმანეთთან შუაში არ არის, ანუ ეს ჩვენ არ გვაქვს უფლება ამაში შევიტანოთ. კი ბატონო. თუმცა მე მაინტერესებს, აი რა შეიცვალა მას შემდეგ, ბატონო გოგი, ნაციონალური მოძრაობის მისამართით გამოდის ეს თქვენი მაინც მიმართვა მხარდაჭერის კონტექსტში. მე მესმის შედეგში თუ ეს დადგება ნაციონალური მოძრაობა ისარგებლებს თქვენი მიმართვის შედეგს. მაქსიმუმ ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობაში გადავა, არ გადავა. აქ ლაპარაკია კონსტიტუციურ უმრავლესობაზე. ეხლა ექნება 5 თუ 6 თუ 10 მანდატით მეტი, ამით არ შეიცვლება არსებითი სტრუქტურული მდგომარეობა. საერთოდ ეს ხალხის გადასაწყვეტია, ეს მიმართვე ყოველას ნება, აი ვისაც შეუძლია მიმართოს და მე ხალხი გადაწყვეტავს. და ძალიან პატარა შანსია, რომ არ მოხდეს ოცნების მიერ აღება ხელისუფლებისა.
აი იმუშავებს ეს თქვენი მიმართვა. თქვენ მოქალაქეებს კი არ მიმართეთ, ვისთვისაც შესაძლოა ამ სიაში მოხვედრილი ბევრი ადამიანი ხართ ავტორიტეტი, არამედ მიმართეთ პარტიებს, რომლებმაც პრაქტიკულად უარი უკვე გითხრეს. ეს მიმართა, ჩემი დაწერილია, მე წავიკითხე, დავეთანხმე და მოვაწერე ხელი. ხომ არ ჯობდა თვითონ მოქალაქეებისთვის მიგემართათ და არა პოლიტიკური პარტიებისთვის? არა, შეიძლება ჯობდა, ამაზე დავას არ დავიწყებ, მაგრამ მე გულისხმობ, რომ ბოლო ეს მიდის მოქალაქეები წყვეტენ იგივე იმ პარტიებშიც და იმაშიც მოქალაქეები წყვეტენ იმათი ნება მე ახლა იმათ ვერც გავკითხავ ვერ შევაქებ ახლა სამწუხაროდ კიდე მაინც რო არ გაზრდილა პოლიტიკური კულტურა ჩვენ ქვეყანაში ფაქტია ეხლა როდესაც 11.5% იღებს უსუფაშვილი მოგწონს ის თუ არ მოგწონს ეს სხვა საკითხია 11.5 რო აიღო ალბათ ზამბედნიერი იქნებოდა 1.5 ეხლა და შავგულიძე არა შვენიერი წინვალი ადვოკატი უწესიერესი კაცი გონიერი ყველაფერი იღებს რაღაც 7% რაღაცა არა აქ უკვე ისეთი აღრევა ხდება რომ რა ვიცი რა გითხრათ შეგიძლიათ მითხრათ ვინ იგებს არჩევნებს საქართველოში ძირითადად ბოლო არჩევნების მაგალითზე ვინ იგებს და რა იგებს საქართველოში არჩევნებს ხოლმე ფინანსური რესურსი თუ კიდევ რაიმე სხვაც ფინანსური რესურსი რა თქმა უნდა ძალიან მძაფრი და დიდი არგუმენტია რა თქმა უნდა რა თქმა უნდა იყო ნაციონალური ხელისუფლების ძალიან მძიმე შეცდომები მე ესე ვიტყოდი უდავოდ ამაზე დავას ვერ დავიწყებ რომელზეც მე პირადად მქონდა ძაფრი რეაქციები მე გაჩვენებული არ ყოფილი რაც ჩემ სფეროს შეეხებოდა რაც მე შებედო 7 ნოემბერსაც ვიყავი გარეთ ყველაფერი ვნახე ეს არაფერი არ გამომიტოვებია. მეც გეტყვი ჩემი ერთ-ერთი ვაჟიშვილი ერთი თვით ციხეშიც იყო ჭაკუდებული. არაფრის გულისთვის პრაქტიკულად. იმიტომ რომ ოცნების დემონსტრაციას უჭერდა მხარს. კი ბატონო. მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი რომ ჩემი 4-ვე შვილი, 2 ვაჟი და 2 ქალი და მეც და ჩემი მეუღლე ერთმანეთთან ვიყოთ გადასარევად. პოლიტიკური აზრებში, შეხედულებებში განსხვავება არ უნდა უშლიდეს ხელს განსხვავებულობა აზრისა ერთობის განცდას ქართველი კაცის და აქ მოდის პირდაპირ ნიაღვარი ურთიერთსიძულვილის ბატონო გოგი, აი ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც თქვენ თქვით, რომ პროევროპულად ვერ აღიქვამთ ოცნებას. დეკლარირებულად ყველგან წერია, რომ ოცნება არის დასავლური ორიენტირების მატარებელი და აქეთ მიმავალი. რას უწუნებთ ამ თვალსაზრისით? მაშინ აი თან კონტრასტია ცოტა უცნაური, როდესაც თქვენს ადრესატებს შორის პროდასავლელთა შორის არის ლეიბორისტული პარტია მაგალითად და თქვენ ამბობთ, რომ ოცნება არ არის დასავლელი და თქვათ არის ლეიბორისტული პარტია. ლეიბორისტები ერთი ვიცი რომ პრორუსული ორიენტაცია შეიცვალეს. გასაგებია. ახლა ლეიბორიზმი როგორც მიმართულება ჩემთვის ნამდვილად უცხოა. ნაკლებიც აღებია, ყველას უფლება აქვს იყოს. კი ბატონო, ეს უბრალოდ შედარებისთვის მოვიტანე, მე უფრო მაინტერესებს ოცნების რა სეგმენტებს იწუნებთ, გასაგებია უკრაინისთვის ხმის მიცემის გაუმეტებლობა იყო ერთი კონკრეტული გამოვლინება თქვენი აზრით, მაგრამ სხვა. ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მეგობარია, არ ჩასულა ერთხელაც არც ერთი პრემიერი. ფაქტია. ეხლა ხან უკრაინის სასარგებლოდ ხელმოწერაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაქტიურად უარი თქვენს და თქვენს რომ შვეიცარიასთან მოლაპარაკება იყო ხოლმე და თან კიცი ეგეც ზღაპრებით რომ აბავენ არ მომწონს რა ეს რა თქმა უნდა ესეთი დამოკიდებულება ის რომ გავიდა პატრიოტთა ალიანსი და რა თქმა უნდა და გარეთ დარჩა ალასანიას გუნდი არ ამგონია ახლა იქ ისე პატარა სხობები იყო რომ ხელისუფლება მე არ ვიტყვი რომ ახლა არ გაიმარჯვებდა ან უბრალოდ ნათელი სურათი არ აქვს და რა თქმა უნდა ხელისუფლება შეეძლო იქ 1% იქით 1% აქეთ
მე მგონი ამაში ხელი ურევი როგორც უსუბაშვილმა თქვა ვიღაც ხელი მოქმედებს თუ ისო მიუხედავად მე ხლა მას რომ ვამბობ არნიშნავს რომ ყველა რესპუბლიკელი მომწონს ბევრი რაღაცა ბევრი რესპუბლიკელი არ მომწონს ეხლა ბერძენიშვილის აზრი ეხლა ბერძენიშვილს თუ ყოფნის აი ეს სიფართოვე რო თქვას რომელიც არის რესპუბლიკა სხვა პარტიის წარმომადგენელი და რომელსაც ვერაფრით ვერ დააბრალებ რომ მაინც მოყვარულია ნაციონალების თუ ყოფნის ესა აგრეთვე მის კოლეგა ქალბატონს გორძაიას თუ ყოფნის ესა დიახ მათ თქვეს რომ გიგი წერეთელს მისცემდნენ ხმას რომ კონდით შესაძლებლობა უფრო დიდი ენთუზიაზმით ვიდრე კობან არჩემაშვილს ამას გულისხმობთ ხო თუმცა მათმა ლიდერმა არ თქვა ეს მათმა ლიდერმა თავი შეიკავა მსგავსი განცხადებით დაიჭირა არც იქით არც აქეთ ასე კარგით აი რა შედეგს ელი ამაში დათოს რომელსაც მე პიროვნულად პატივს ვცემ და კარგად ვიცნობ ლამის ახალგაზრდობიდან ნუ ამაში რო თქვა არ ვეთანხმები ეს მე არ მიშლის პატივს ვცემას ბატონო გოგი შეგიძლიათ მითხრათ ხედავთ თუ არა ესეთი შიდა ცვლილებას არსობრივად ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ ხედვებში აქტივობებში ცვლილება არის თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში კი გარკვეული რებრენდინგი შეიძლება 100%-იანი არა მაგრამ რა თქმა უნდა მოხდა ავიღოთ ორი ფაქტი მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა სურვილი ჩატარებულიყო ყრილობა დიდგორზე ითათბირეს და უარითქვეს მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება უფრო იხრებოდა იქითკენ რომ არა კატეგორიულად ეგეც უნდა თქვათ მაგრამ რომ არ შესულიყვნენ ისინი პარლამენტში და მაინც როგორ ითათბირეს ისევ და გაიაზრეს და გადაწყვიტეს რომ შევიდნენ თლიანად შეცვლილია პირველი ათეული რომელშიც მე რამდენიმე ადამიანს ხედავ რომელსაც ვენდოვი მე არ გულისხმობ ეხლა ისე არ დავიწყო რომ ჩემი ქალიშვილია იქ მესამე ნომრად კი ბატონო მასაც ვენდობი როცა ჩემ ხელში გაზრდილია და 9 წლის იყო 9 აპრილის მერე რუსის ჯარისკაც რომ მიაფურთხა აი რვალბაგთან იდგენ სახლიდან გამოიპარა ძმასთან ერთად მივიდა სახემდე ვერ მისვლა ბუხი და კერძე მიაფურთხა ხალხმა ვერ გამოგლიჯა ჯარისკაცთან გამოიყვა 9 წლის იყო ამ სულით არის გაზრდილი ჩემი ქალიშვილი და ვენდობი მის პატრიოტის თუ ჩაწერილია იმაში ბუხარესტის სამიტში რომ საქართველო აუცილებლად როდესღაც მაგრამ აუცილებლად იქნება ნატოს წევრი ერთ-ერთი წვლილი ამ ჩემი ქალიშვილისაც არის ამაში ამიტომ ამაში მას ვენდობ და არა იმიტომ რომ ჩემი შვილია და ამ შემდეგ ვიმეორებ იგივე ჩემი შვილი რომ მინისტრის მოადგილე იყო როცა ამ საქმეებს აკეთებდა მე 7 აპრილსაც 7-შიც გარეთ ვიყავი დარბევისას და აგრეთვე საკმაოდ ძაფრად ვაკრიტიკებდი სააკაშვილს ანუ ჩემი ეჭვის შეტანა რომ მე რაღაც პარტიული მიკერძოება მალაპარაკებს ან რაღაც ოჯახური ეხლა რაც შეეხება იმ ათეულში კიდე არიან ეხლა რაც გინდა დააბრალე მაგრამ გოცირიძის ესეთი არამედასავლურობას მე ვერ დავაბრალებ და მთელი ათეულში სერგო რატიანს ბავშვობიდან ვიცნობ მამამის ვიცნობ დედამის ვიცნობ ვიცი რა სულით გაზრდილია პატრიოტიც არის ინტელიგენტიც არის განათლებულიც არის და ასე შემდეგ ეხლა და არ მომეწონება შვილსაც შევედაები და ყველა შევედაები ბატონო გოგი, აი ვიდრე დაგემშვიდობებით, მაინც მინდა ელენე ხოშტარიას შანსების შესახებ გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რა ჭირდება მას იმისთვის, რომ მოიგოს თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური, ელიტარული და ყველაზე პრეტენზიული უბანი ვაკე? ეს მაგის ხასიათია, მაგი რო წასულიყო, იქ რო წასულიყო ბოდიში კუთხურობისთვის სამეგრელოში, სადაც მე ვიყავი თავის დროს დეპუტატი ვიყარე, იქ უპრობლემოდ გავიდოდა, რა თქმა უნდა ხელოვნად არ შეგვიძლია. მან არჩია ყველაზე რთული რეგიონი, ну გავა, არ გავა. მე ვთვლი რომ მეორე ტურშიც რო გავიდა, ესეც მისი გარკვეული წარმატება, თუმცა ჩამორჩება პირველ ნომერად გასულ ოცნების კაც. მე ვიცი მისი შეხედულება. ის მას შეუძლია ყველასთან, ყველა ჯერ ქართველად თვლის. მოწინააღმდეგესა ჯერ ქართველად თვლის და მერეა მისთვის რაღაც პარტიული დაყოფა. არასდროს მისი პირიდან ქართველი სიძულვილი არ წამოვა რა მე კიდე ერთი რაღაცა მომეწონა
ძალიან ცუდი იყო მარლეულის ამბები, მაგრამ როცა მარლეულებმა ეთნიკურმა უმცირესობამ აზერბაიჯანელებმა იძახდნენ მიშა ბეშ, ეხლა მე მიშას ვიმეორებ, არა ვარ თრფიალე მიშაზე ნამდვილად, მაგრამ რა არის, ანუ და პირდაპირ თამოყვარობა გაიღვიძა. არა ვარ ჩვენ ის ხალხიო, რომლებიცო სადაც რაც თავრობა იმას ვაძლევთ ხელსო. ხმასო და ჩვენ ინტეგრირება ამ ჩვენ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება აუცილებელია. კრწანისის ბრძოლაში აი მათი წინაპრები ბევრი ომობდა ერეკლეს გვერდით. ისინი საქართველოს ომობდნენ და ბევრი დაწვა ბრძოლაზე. ერთ-ერთი სარდალი იყო მაგათი სარდალი, ბორჩალოელი თათრები მაშინ როგორც უძახდნენ, იმათ სარდალი. აი ესეთია ჩემი მოსაზრებები. და ვიმეორებ, მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი სიძულვილის, ყოველგვარი პარტიის გამო კაცის შეძულებისა და ლამის ყელში წვდომის რა. დიდი მადლობა. მადლობა გოგი ხოშტარიას ხელოვნებაცოდნეს აი ამ მიმართვაზე ერთ-ერთ ხელმომწერს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ გაცემაში სტუმრობისთვის ლაშა ნაცვლიშვილთან ვინაცვლებთ თავად პროკურორის ყოფილ მოადგილესთან. ბატონ ლაშა, ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტაცია, რატომ შეიძლება მოაწერო ხელი, მაგალითად ერთ-ერთი ხელმომწერის მხრიდან, რომ დასავლურობის თემა, მაგალითად ბატონ გოგისთვის ისე ვეჭვის ქვეშ დგას და სწორედ ამიტომ დასავლური ფრონტის გაძლიერებას ისხედავს იმ მეორე პოლუსზე, სადაც ლიდერი ამ შემთხვევაში არის ნაციონალური მოძრაობა. არავის არ შეიძლება. არ შეიძლება სიტყვაზე დაუჯერო უბრალოდ. კაი კაცია და მე არ ვიტყვი არასდროს რომ მე დამიჯერეთ, მე უკონტროლო დამშვით, აი მე ჩემ თავზე არ ვიტყვი. მე ქვეყანას არ უღალატებ, ტანკმა რო გადამიაროს, მაგრამ მე შემეშლება რაღაცა. აი მეც არ შეიძლება, აი მე ჩემ თავზე ვამბობ კაცო. არავის უკონტროლობა არ შეიძლება. მე ამიტომ ვამბობ. გასაგებია ბატონო გოგი, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ბატონ ლაშა, მე დაგისვით უკვე კითხვა, თქვენ ბატონ გოგის ბოლო რეპლიკაც ალბათ გაიგეთ, გისმენთ. საღამოშიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის. იცი რა არის ნინო, ჩვენ ჯერ ვართ ადამიანები, მერე ვართ მოქალაქეები, ქართველები, მოქალაქეები, ჩვენ პროფესიაში მოღვაწე ადამიანები, მერე ვართ პარტიული ან სოფხედულობითი ნიშნით დაყოფილი და ასე შემდეგ, მაგრამ ფუნდამენტში ჩვენ ვართ ადამიანები. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალი თავის მეგობარ წერილს წერდა, რომ შენ კი ზუსტად გააკრიტიკებე ჩემი ლიტერატურული ნაწარმოებიო და ყველაფერში გეთანხმებიო, მაგრამ ძალიან იხალისი ამ კრიტიკაშიო და უნდა იცოდეო, რომ სხვისი ლიტერატურული შრომის კრიტიკის დროს ისეთივე დელიკატური უნდა იყო, როგორც თითქოს აღწერდე სხვისი შვილის გარეგნობას. სხვისი შვილის გარეგნობა. მე მყავს ორი ქალიშვილი. შესაბამისად, სარგებლობ ამ უფლებით ვიყო ადამიანი და მამა ორი ქალიშვილის და თავი შევიკავო ჩვენი საუბრის დაგეგმილი იმ ნაწილისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს შეფასებებს ხელმომწერთა. მე ბატონ გოგის ამ ეთერში არც მისი ამ სტუდიიდან გასვლის მერე არ და ვერ შევაფასებ. მომეცით უფლება დავრჩე იმ პოსტულატში, რომელიც ეხლა რაც შეეხება კონსტიტუციური უმრავლესობისგან და უკონტროლო ხელისუფლებისგან მომავალი საფრთხეების პოლიტოლოგიურ, ადამიანურ, იურიდიულ თუ კონტექსტუალურ შეფასებას მზად ვარ ეხლაც ამ ეთერშიც და სხვაგანაც საგნობრივი დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა გაუჩერებ. კარგით, მოდით აი დავსვათ პირველი კითხვა. თემა, რომ თუ კი ოცნების ხელთ აღმოჩნდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს უფრო მეტად იქნება პრობლემა, ვიდრე შესაძლებლობა, რომ მათ შეასრულონ 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი თავისი პროგრამა. მე მაინტერესებს, რამდენად შეიძლება დაეთანხმოთ აი იმ პირველ ნაწილს, სადაც პრობლემა ჩანს უკვე. იმითი რომ ვიღაცას ექნება განუსაზღვრელი ძალაუფლება ხელთ. ნინო, თქვენ ხო ის ჟურნალისტი ბრძანდებით, რომელიც უსმენს რესპონდენტს. მოდი გავშალოთ ეს თემა და მოვახდინოთ, ანუ ვცადოთ, მოვახდინოთ ზოგადად ავტორიტარიზმის ან ტოტალიტარიზმის, ანუ ხელისუფლების მონოპოლიის ანატომიის აი
თუნდაც დეკონსტრუქცია მოვახდინოთ. კი ბატონო, აი მოყვებით, გისმენთ ყურადღებით. მოდი ვნახოთ გენეზისი, სად ჩნდება პრობლემა, სად ბუდობს ის ავი დაავადება, რომლის მეტასტაზები დროთა განმავლობაში მთლიანად ბოჭავს ერს და მისი ერს და სახელმწიფოს. რამდენი არის ამ ასე ვთქვათ, აი ამ უბედურებაში, რამდენი შეიძლება იყოს პოტენციურად კანონშემოქმედებითი საქმიანობაში ზედმეტი თავისუფლების წილი თლიან სავარაუდო ან საფრთხის მომცველ ავტორიტარიზმში. მე ერთი მაგალითით დავიწყებ. ანუ პარლამენტი არ არის აქვე გავშიფრების ისეთი საფრთხე, როგორც არ უნდა იყოს ის თუ კი არა, თუ კი როგორ გვემართება უბედურება? დიახ, ხოლმე საკანონმდებლო ხელისუფლებას საუბრობთ ახლა. ანუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში უბრალო უმრავლესობასა და აბსოლუტურ უმრავლესობას, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას შორის არსებული სხვაობით მინიჭებული, ანუ ზედმეტი უფლებამოსილება, იმდენად მწირია, ობიექტურად იმდენით მწირია იმ სავარაუდო ან საფრთხის შემცველ უბედურებაში, რომელიც ავტორიტარიზმის სახით ემართებათ ხოლმე ერებს და სახელმწიფოებს, რომ ამ საფრთხის პოტენციური, თეორიული საფრთხის საფრთხობელად წარმოშობა და ამის ისეთ საფრთხე წარმოსახვა, რომ ოღონდ ეს არ მოხდეს და მე მზად ვარ შევეკრა არ მინდა ვთქვა. ასე ვთქვათ, მივცე ნაციონალურ მოძრაობას, ხო ან მოუწოდო ნაციონალურ მოძრაობის ხმის მიცემისთვის, ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, ა, კონტრპროდუქტიულია, ვინც ამას მოუწოდებს და ბ, ახლოს არ არის საღაზრთან. ნინო აი თუმცა ავტორიტარიზმი და მონოპოლია კითხავთ რა აქვე ვიდრე გავწდებით ამ თემას ასე იგნორირებად საპარლამენტო როგორ გეკადრებთ არავით არ შემთხვევაში უფლებამოსილებების სიძლიერის ალბათ მით უმეტეს ჩვენი ტიპის კონსტიტუციის მოწყობის ქვეყანაში ალბათ რა ვიცი არ ივარგებს იმიტომ რომ ბერკეტი მართო კონსტიტუცია თუნდაც ალბათ ძალიან ბევრს ნიშნავს ვიდრე ჩამოყალიბდები ავტორიტარად ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ ალბათ აქედან სერიოზული საფუძველი შეიძლება შეიქმნას ამაზე ღელავენ კი ბატონო მე თანავუგზნობ და ვერ ვიტყვი რომ თანავღელავ მეთქი მაგრამ რაღაც გარკვეულ ემპათიას განვიცდი იმ გულწრფელი ადამიანების მიმართ ვინც გარკვეულწილად არიან იცით რა არის ჩვენ გვაქვს რაღაცა ტიპის მეხსიერება რომელიც მუდმივად გვახსენებს თავს გონიერი ადამიანს აქვს მეხსიერება და მას ახსოვს 9 წლიანი მონოპოლიური მმართველობა სააკაშვილის ახსოვს კომუნიზმი ახსოვს იმის უკან ცარიზმი ანუ ჩვენ გენეტიკურ მეხსიერებაში უნდა იყოს იმუნური კოდი იმისთვის რომ ეწინააღმდეგობოდეს ყველაფერს ზღვარს გადასვლას და მონოპოლიურს მაგრამ მე მინდა რაზე გავამახვილო იცით ყურადღება რომ ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ხალხ ჩვენ გვემართება და ეს ნებისმიერ სახელმწიფოში ასე მოხდა ნორმატიული ველის მიღმა ავტორიტარიზმი ბუდობს სხვაგან ავტორიტარიზმი იწყება არა კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლებამოსილებების ზრდით არამედ ავტორიტარიზმი იქნება ნორმაში ჩაწერილი უფლებამოსილებიდან გასვლით ესე იყო ყველგან მე შეგახსენებ აი ყველაზე მაღალ ფასადურ ესე იგი 1945 წელს როდესაც მოიგო საბჭოთა კავშირმა ომი სტალინს გაუჩნდა ასეთი ცინიკური იდეა რომ ლიბერალიზაცია მოეხდინა კანონმდებლობის და მან გააუქმა სიკვდილით დასჯა და უმაღლესი სასჯელი ანუ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადაც შემოიღო 10 წელი მე მინდა გავახსენოთ სოლჟენიცინის პირველი წრი ანუ კრუგე პერვამ სადაც ეხვეწება აბაკუმოვი რომ დაგვიბრუნეთ სიკვდილის დასჯა იმიტომ რომ ხო მაინც ხრიტავთო ამ ხალხს მაინც ხრიტავთო და უბრალოდ უწყის რომ ვავსებთო მხრეტავებს ანუ ჯალათებს იმ სარგოს ვერ ვაძლევთ რაც კაცის დახვრეტისთვის გჭირდებაო ნინო ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი იწყება სხვაგან კონსტიტუციით და კანონით დაწერილი უფლებამოსილებების მიღმა გასვლით საზოგადოების ვალდებულება იყოს ფხიზლად რომ არ გაუშვას ინსტიტუციონალური კონტროლი ხელისუფლების რომელიც ფორმირდება
დღეს საქართველოში საკონსტიტუციო არა უბრალო უმრავლესობით, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება. მისი ინსტიტუციონალური კონტროლი არის აუცილებელი, მაგრამ როდის იწყება, რა არის პირველი სიმპტომი? პირველი სიმპტომი რომ ხელისუფლება მიდრეკილი ავტორიტარიზმისკენ იწყება არა იმიდან რომ ის გადის საკუთარი დაუშვათ შტოს ფარგლებიდან როგორც არის აღმასრულებელი საკანონმდებლო და გადადის საპრეზიდენტოზე არ სასამართლოზე არა პირველ რიგში ის ერჩის მედიას და საზოგადოებას მან უნდა გააჩუმოს ხალხი მან უნდა ხალხის ხმის ანუ ფიდბექი მოსპოს რომ მე უზურპაცია მოახდინოს მშვიდად აი მე თქვენ ვეთანხმები რა ბატონ გოგის იმაში რომ ზოგადად არავის ეკეთილ ნებაზე ჩამოკიდება არ შეიძლება და ჯობია ინსტიტუციური კონტროლი არსებობდეს რა თქმა უნდა რომ ავტომატიზმამდე იყოს ჩვენი გარანტიები დაყვანილი აბა უყურეთ რა ჭირს დღევანდელ ჩვენ მედიას ანუ საიდან მოვდივართ სად იყო ავტორიტარიზმი როდესაც ნინო ხო გახსოვთ ერთი მიკროფონი და ერთი კამერა 4 ნაციონალური მაუწყებლის ხმით ლაპარაკობდა და ძალიან მწყინს მე რომ სადღაც ევროპის საბჭოს ერთ-ერთ კენჭის ყრაზე მიუსწრებელი დეპუტატების გამო პროევროპულ ძალად არ იქნა შერაცხული ქართული ოცნება, ხოლო ის ძალა, რომელზეც ეხლა მე 4 მედია მონოპოლია, ვინც გულაგი მოუწყო თავის თქვენ ლეიბორისტები აღნიშნეთ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, ვინც ეროვნული ჰოლოკოსტი მოაწყო, ქართული ჰოლოკოსტი, ქართული გულაგი, ვინც მოახდინა არა მხოლოდ მედიის მონოპოლიზება, სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოსი, არამედ რაფერის კაბა უნდა წმოდა ევროვიზიაზე წარდგენილ კონკურსანტს, იმასაც კი პრეზიდენტი წყვეტდა, როდესაც ის გაცდა ყველა დაწესებულ და დაუწესებელ ნორმას, როდესაც ტოტალიტარიზმმა შეიპყრო ბიზნესი, სპორტი, გახსოვთ ხო გადაყენებული თავის აი ამ ძალას ერქვას პროევროპული და მას მიმართავდე აი სადღაც არის აცდენა დიდი და მე იმედი მაქვს რომ როდესაც თავები დაგრილდება ემოციები დაცხრება აი ზუსტად ამ წერილის ხელმომწერებიც ცოტა უფრო ფუნდამენტურ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას და კლიშეების მიკერებას რომელი არის პროევროპული და რომელი ერთი ჩამოვთვალო მე ქართული ოცნების სახეებიდან პრემიერ-მინისტრი დავიწყოთ უქვემოთ რომელი არ შეესაბამება ბასიშვილის შეესაბამება პროევროპულ იმას რა ქვია შალვა ნათელაშვილი და ის არის გიორგი კვირიკაშვილი ეს უსამართლოა, ის რაც უსამართლოა, იმას არ აქვს ფუნდამენტი. რასაც ფუნდამენტი არ აქვს, ის ფეხს ვერ დაიმაგრებს და მე ერთი რამე მინდა ვუთხრა ვურჩიო მეგობრულად, რომ ისე ჩვენ ნუ შევქმნით ჩვენს ბიოგრაფიაში, ნუ ჩავწერთ იმ ფურცელს, რომელი ფურცელიც მუდმივად იქნება ჩვენი შემაფერხებელი წინსვლაში. ბატონ ლაშა, მე ხა გისმენდი თქვენ გასაგებია რომ თქვენ ამ საფრთხეს ამ მომენტისთვის ვერ ხედავთ, მიგაჩნიათ ის ვინც ამ თემაზე შფოთავს გულწრფელად ნაწილი. ყველა არ მიმაჩნია გულწრფელად. ნაწილი ალბათ მიგაჩნიათ რომ გულწრფელად ღელავს რომ მათაც ამის საფუძველი არ აქვთ, თუმცა მე მაინტერესებს შემდეგი. როდესაც საუბარი მთელი 4 წლის განმავლობაში, გასული 4 წლის იყო არაფორმალურ მმართველობაზე, მსგავსი ტიპის მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში ჩვენ ყველამ ვიცით და გასაგებია რომ ასეთი გავლენა გნებავთ რეპუტაციის გამო, გნებავთ ფინანსური რესურსის გამო აქვს ერთ კონკრეტულ ადამიანს, ამის გაგრძელების შემთხვევაში იმ ძალიან არასასურველ მოდელამდე, რასაც თქვენ ამბობთ, რომ რომელიმე შტო გავიდეს, თქვათ, მართვიდან და მით უმეტეს არაფორმალური მმართველის, ასე ვთქვათ, მიერ გამაგრებული ზურგით არის თუ არა რეალისტური. ნინო, აი აქაც რაღაცნაირად ლოგიკურ, ჩემი აზრით, ლოგიკურ წინააღმდეგობაში ვარდებით, როდესაც არაფორმალურ მმართველობაში ჩემი აზრით უსამართლოდ და დაუსაბუთებლად, მაგრამ უსამართლო მმართველობაში ბრალდებულ ადამიანისგან ადამიანის ფორმალური უფლებამოსილებების გაფართოებაში ხედავთ საფრთხეს. თუ ეს კაცი არაფორმალური მმართველია, რაში ჭირდება მას ფორმალური უფლებამოსილებების გაფართოება? არაფორმალურად მას ნებისმიერი ტიპის უფლებამოსილება ისედაც შეიძლება ჰქონდეს, თუ ესეთი სურვილი აქვს, მაგრამ მოდი ვნახოთ ახლა აქაც ძალიან სუბიექტური ამბავი, ანუ ჩემი აზრით არის ალოგიკური ბმა. კაც თუ აბრალებენ არაფორმალურ მმართველობას, როგორ შეიძლება არაფორმალურ მმართველი, ესე იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უფლებამოსილებები, ფორმალური უფლებამოსილებები გაიმართოს. ეს არის ალოგიკური.
რატომ თავისი გუნდისთვის რომელსაც თქვათ მართავს არაფორმალურად ახლა ლოგიკურად ეს ჩემი აზრი არ არის ეს უბრალოდ აზრია რომელიც არსებობს მესმის რომ თქვენ მოყვებით აი ამ შენობაში თქვენ ახმოვანებთ საზოგადოებიდან მოსულ კითხვებს ნაწილს ალბათ ეთანხმებით ნაწილს არ ეთანხმებით საფრთხეებით ზოგი ჰიპერტროფირებულია ზოგი ის იმდენად არის ნიველირებული რომ იმას ასე ვთქვათ ვერ ვხედავთ არ ვერ ვანჩი და შესაძლოა იქ იყოს საფრთხეები მაგრამ კარგია რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ კარგია რომ ჩვენ აქ ვიკრიბები და ამ თემაზე ვლაპარაკობთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს თავისი რენომე ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია აი 20 წელია ბიძინა ივანიშვილი რასაც ქვეყანაზე თელს ამ პლანეტაზე შოულობს რუსეთი იქნება ამერიკა თუ ევროპა მოაკდა უანგაროდ ახარჯებს 3 მილიარდამდე ამგონი ქოლმოქმედება გაკეთებული და ერთადერთი რაშიც ის იქნა მერკანტილურად ბრალდებული რაღაცა უფლებამოსილებების არ ვიცი ბოროტად გამოყენებაში ხე გადარგო რა ну აი ესეც ცოტა აკნინებს მის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკის სახე ძალიან გაპოპულარულდა ბატონ ლაშა ეს გაპოპულარულდა მე ძალიანაც კარგი რა ქვეყნის პოპულარიზაცია საჭიროა და ბოლო თქვენ ხო იცით ეს ხე რომ გადაერგოთ მის წინამორბედს იმაში რა გინეს წიგნში შესატანად დაგვაწყობდა იმაზე რა ქვია კი არ იყო გამორიცხული ბუნებრივია ეს ეხა მეორე მოდი ვილაპარაკოთ ქართული ოცნების ხელისუფლების გენეზისი. ანუ როგორი უпростоრეთ დავახასიათოთ ეს ხელისუფლება. ქართულ ოცნების კრიტიკის საბაბი მიზეზი მარჯვნიდან, ანუ რადიკალური ფრთიდან მისივე ამომრჩელის ან დაუშვათ პატრიოტ ალიანსსა თუ ნინო ბურჯანაძის მიმართულებიდან იყო ეს რომ ეს არის უფხო ხელისუფლება რომელიც მოვიდა ძალიან მაღალი მანდატი სამართლიანობის აღდგენის და იმის მაგივრად რომ ტყავი გაეძრო და ეს ეკუთვნოდათ შენ რომ მორალურად მეც ვეთანხმები რომ ეკუთვნოდათ ნაციონალური მოძრაობა ქართული ჰოლოკოსტისა და გულაგის არქიტექტორებისთვის ტყავი გაეძროთ დაიწყო სამართლებრივი პროცედურების დაცვით მათი სამართლიანობის დამკვიდრება და ამ ხელისუფლებას უთხრეს რომ შეუნიათო, შეუფხო, რა თუნდო და მაგასო ტყავი უნდა გაგეძრო, როგორ გაგეპარაო 1 ოქტომბერს ხელისუფლება აიღე 25 ოქტომბრამდე, რატო გაუშვი კეზერაშვილი და ახალაა ქვეყანა, რატო ხეზე არ დაკიდეო ეგენი ფეხებითო, ესეთი იყო მანდატიო. ეს იყო ერთი მახასიათებელი ამ ხელისუფლების. ეხლა მეორე მახასიათებელი. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლება ხასიათდებოდა ხროვის პრინციპის მართვით. მე ხროვის პრინციპს გულისხმობ, აი როგორც იოანე მრისხანეს დროს იყო აპრიჩნინა ხელშეუხებელთა კასტა. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელ ადამიანთა კასტა, რომელიც ოღონ ყოფილიყვნენ ეფექტურები და ლოიალურნი ლიდერის მიმართ, მათ ყველაფრის უფლება, კაცის გატყავების უფლება ჰქონდათ და მათ არავინ არაფერს არ თხოვდა. აი რამდენიმე დისკუსიაში მე თქვენთან ვიყავი ეთერში და აი გელა ხვედელიძის პრეცედენტი. ტრაქტორების საქმე, თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ორ საქმეზე გარკვეულწილად არის გარკვეული კითხვის ნიშნები, რაც ასევე დემოკრატიულობის მაჩვენებელია ამ ხელისუფლების, რომ მან არ დაიმორჩილა ესაც არ იქნებოდა არც ერთი ადვოკატის ინტერვიუც არ იქნებოდა, პირდაპირ გამომწყობებელი განაჩენები გამოვიდა და 5 წუთში ის ძველი ხელისუფლება რო ყოფილიყო. მოკლედ თქვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მათ რამე ვერ შეძლეს ეს შეგებული ნახეთ არ დაინდო კორპორატიულ გაუტანლობაში დასდეს ბრალი მას მხარდამჭერები მას რა იყო კაცო ეხლა ვიღაცა ხო იცით ჩვენთან როგორი მიმართულებებია ვიღაცა იმის ატვირთა და ამისთვის უნდა გაგეფუჭებინა და დაგეჭირათ მინისტრის მეხშირად მომისმენია შინაურ წელშიც ოჯახშიც მომისმენია და სამეგობრო წელში რა იყო გელა რისი გულისთვის ვიღაცა უკაცრავად და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ვიღაცა იმის გულის და ამ ხელისუფლებას რომელიც არის აი უსასოოდ კანონმორჩილი ამ ხელისუფლების წარმოდგენა საფრთხობელად თუ მას ექნება კონსტიტუციაში კონსტიტუციური ცვლილების განხორციელების უფლება იმ კონსტიტუციისა რომელიც საკუთარ თავზე მოირგო პროევროპულად შერაცხულმა მიხეილ სააკაშვილმა და გაგვამზადა 3 დღემჩიო სამარაჯამო მმართველობისთვის ვინაიდან საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი ჯერადობით შეზღუდული არ იყო ჩვენ ხო ვიცით ჩვენ ხო ერთად მოვედით ნინო აქედან ამიტომ ჩემი აზრით როგორც სუბიექტურად ისევე ობიექტურად საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში საზოგადოებას არ ემუქრება არის საფრთხე ერთისა. აი ესეთ ფსევდოლიბერალური რიტორიკით და ამ კოხტა პრუწობით გაგვართონ
და მივიღოთ რა. აი ბატონმა გოგიმბრძანა რომ აიო განაო მთავრობის შექმნა ფორმირება უნდაო ნაციონალურ მოძრაობასო. უბრალოდ უნდაო რომ საკონსტიტუციო მაშინ დადონ ტუტორიალი როგორ შეუტიოს ქართულმა ოცნებამ ნახევარი ძალით. რომელ ოლქში რომელ მარიამ ჯაშს ანაცვალოს რომელი ბასიშვილი და როგორ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და როგორი მესიჯი მიმართოს საკუთარ ნახევარი სახელები ბატონლაშა მათ სიაშიც იყო რამდენიმე ისეთი რომელიც როგორ შეუტიოს ნინო ნახევარი ძალით გასაგებია როგორ დაუთმოს რთულია პოლიტიკაში დათმობა მით უმეტეს როდესაც აქვს პერსპექტივა მაინტერესებს რა არის ამისი ფორმულა და ბოლო-ბოლო აი ფორმულას ასეც ხედავენ ესენი რომ სხვებმა უნდა დაუჭირონ მხარი სხვა პარტიებმა უთხრან თავის ამორჩეულს რომ თქვენ ჩვენს ნაცვლად დაუჭირეთ მხარი ნაციონალურ მოძრაობას 1918 წელს აი ესე თვალების ფახულში რუსულმა ლიბერალურმა ინტელიგენციამ ბოლშევიკებს გაატანა ქვეყანა და ეს შეიძლება დაგვემართოს იმიტომ რომ თუ ქართულმა ოცნებამ არ მოახერხა მობილიზება თავისი ამორჩეველის რა ბევრი ოლქი რომ მოიგოს და მთავრობა შექმნას იმან რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას. ეს ალბათ ნაკლები ამის გარანტიას ვინმე ბაია პატარაია მაძლევს ამის გარანტიას. აი მე ვნახოთ როგორი საკონსტიტუციო უმრავლესობა როგორი საფრთხეა. რომ მოვა, მეგის ქარდავა დაგვიბრუნდება, ჩაგვიხუტებს გულში, ქილერა, დათა და ბაჩუ ახალები. აი მე ერთმანეთს უპრუწუნოთ და ვთქვათ რომ აი ხა 111 დეპუტატი კვირიკაშვილის მეთაურობით უფრო საფრთხის მომცე ხალხო გასაგებია რომ ესე რა ქვია რაღაცა მახათის ყრაშიც არ გადავიზარდოთ რა შევხედოთ გაუსწოროთ თვალის სიმართლეს და ვიაროთ წინ რა თქმა უნდა ვაბალანსოთ ხელისუფლება რა თქმა უნდა ამ ხელისუფლებას სჭირდება ისევე როგორც ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება კონტროლი მაგრამ ეხლა რაც ხდება ეს არის საღი აზრის და ზნეობის მიღმა ჩემი აზრით თუმცა თქვენ აშკარად მათ შორის ხართ ვისაც აქვს ნდობა არჩეული ხელისუფლების და ხელმომწერები კიდე მათ შორის არიან ვინც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ნაწილის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი შესაძლოა არც არსებობდეს თუმცა ბუნებრივია თქვენი აზრი გაქვთ აგერ გისმენთ უკვე დაახლოებით 20 წუთი მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას ვკითხავთ რეკლამის შემდეგ მის წარმომადგენელს რამდენად აქვთ იმედი აი მსგავსი ტიპის მხარდაჭერის რომელიც შესაძლოა უშუალოდ მათი მხარდაჭერა არ იყოს დეკლარირებულად, მაგრამ ირიბად თუ კი ამ მიმართვა მიმუშავა, სწორედ მათი ხმები მოგროვდება დროებით.